საპროტესტო შეძახილებით და ტრანსპარანტებით ვლადიმერ ხომერიკს გორში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დახვდნენ. ვლადიმერ ხომერიკი გორში სახალხო დიპლომატიის გზით რუსეთთან დამეგობრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციის მეგობრობა და სამართლიანობის შეხვედრაზე საპატიო სტუმრად მოიწვიეს. ხომერიკი, რომელიც პუტინის პოლიტიკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა, არ აღიარებს, რომ საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. პროტესტის ნიშნად გორში პუტინის სურათები დაწვეს და ხომერიკი მოღალატის შეძახილებით შეაცილეს დარბაზში. და ვაპროტესტებთ იმას, რომ მოღალატე ხომერიკი ნაომარ ქალაქში, სადაც ახლა ვდგავართ, მოდის და ატარებს რუსულ პროპაგანდას. ჩვენ ამას არ შევეგუებით და ყოველთვის გავაპროტესტებთ. მე ვსკნობ საქართველოა, საქართველოს არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? არა, შეკითხები არის ოკუპანტები აგზიან. არის თუ არ გაცემ საშუალებას თქვენი პოლიტიკა გაითვალისწინოთ. არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? არ არის ოკუპანტი, მეგცემთ ამის მაგივრად. ხოდა ვისაც ეკითხებით იმის პასუხებს ემთ მე. ეს შეხვედრა მე დამპატიჟეს, მე სტუმარი ვარ, ეს საზოგადოებაში ახალი, აი ორგანიზატორები. ახალი საზოგადოება, მე აქ სტუმარი ვარ უბრალოდ. ეს არის მეგობრობის და სისამართლეს საზოგადოება. მეტი კი არაფერი. ეს არის პოლიტიკურია და არც რუსეთის არაა. რას პასუხობთ ამ ხალხს, რომელიც აპროტესტებს თქვენ საქმისით? ჩემ ვიზიტს დაждენ სახში და მიხედონ თავის თავს. ჩემზე მეტი ქართველები არც ერთი არ ახართ. და არც ერთ არ გაგიკეთებიათ მეტი ძრაცვე გავაკეთეთ. მე სპორტის ოსტატი ვარ, გენაცვალე და ბოქსიც ვადიდე და მეცნიერიც ვარ და საქართველოს სახეც ვადიდე. აკადემიკოსიც ვარ და დოქტორიც ვარ. ვინ გითხრათ? დამიტკიცეთ, თორესაც საქართველოში ჩაგაბარებ. სიტყვასაც ვერ ითხრით. რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. განსხვავებული და მაგათ აქვს აზრი, მაგათ საერთოდ თავში twini არა. მაგ ნაციონალი და აზრიანი მილიონობით ფულს ასაულებს. სტალინის მუზეუმი და იმის ძეგლის აღება შეიძლებოდა. თუ მე მეკითხებია მაგათ რამდენიმე წუთის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თემურ შაშიაშვილი. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და მხსნელის ზემნა. გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. საქართველოს მსახური ცუდი ხელისუფლებას კი 1000 გზის ჯობს გარედან მართულ და გარედან ნაკებ ნადიდებ ხელისუფლად. დავიხსნათ თავი გარედან მართული პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან. ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება. ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ. ჩვენ დღეს ამ დიდ ქართულ პროცესს ვიწყებთ. ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან. ჩვენ ვიწყებთ დუმილი დღეს ღირსების ღალატია, საკუთარი ღირსებით და დაკარგვის ტოლფასია. აქ არის ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია. შაშიაშვილის შემდეგ ტრიბუნაზე ვლადიმერ ხომერიკი ავიდა, რომელმაც რუსეთთან დაახლოებაზე ისაუბრა. ზუსტად ასე სახალხო დიპლომატიას ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი დავაბრუნოთ. დავაგრძელოთ რუსეთთან მეგობრობა. მე მგონი რომ ეს გზა, რომელიც მიდის ახლა აი საზოგადოება, ზუსტად იმასთან მიიღოს, რუსებიც გადახედავენ თავის პრობლემას, რუსებიც მიხდებიან იმას, რა დააშავეთ ვაგენმა, რა დავაშავეთ ჩვენ, გადახედავენ ეს ყველაფერს და მე მგონი ჯერ კიდევ არის იმედი, რომ საქართველო იქნება მთლიანი და ერთიანი. ჩვენ თუ არ გავაფუჭეთ კიდევ საქმე ამ ფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აგერ ქუჩებში, როგორც ჩვენ ვაგირებთ რუსებს, როცა ჩვენ გამოვდივართ და თქვენ მეუკვირდეთ კიდევ გამეორებ ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცები იმ ხავს იქნის და ერთ ადგილს აჩვენებს, თანაც ბოლო ადგილს, უკანა ადგილს აჩვენებს, ეგეთ ტელევიზიაში. ეს არის ქართველობა, ეს არის ჩვენი ვაჟკაცობა. ეს არის საქართველოს სიცხვილი. თუ ვაჟკაცი ხარ, თანდე და ეუბნე, მე ვაჟკაციც უკან, იმ ხავს რა სიხდი.
მეგობრებო, რამე მითხრათ. პროვოკატორებს მე არ უსმენ. ეს ჯერ ერთი. მე ვიცი რომ მზადარიან მაგაში ფულს აწყებულობენ და მაგი არის მაგარი სპეციალობა. სამწუხაროდ ჟურნალისტი არის პროფესია. მაგარი პროფესია არის ჟურნალისტი. მაგრამ ვინც ასე იქცევა, ის ჟურნალისტი არ არის. სამწუხაროდ. მე რა მინდა მოგაწოდოთ. მე და გითხრათ რომ მე ძალიან გახარებული ვარ რომ გორში ცხოვრობს მშვენიერი ხალხი, რომელსაც ესმის ყველაფერი, რომელსაც უნდა კარგი ცხოვრება და რომელსაც ესმის აქ ითქვა ეს ტრიბუნაზე ვიდრე გავიორებ მე. აქ ითქვა ის რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ რაც არ უნდა იყოს რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. რუსეთი არის მასშტაბირებული. რუსეთი არის ის ვის ხელში არის საქართველოს ბედის კილდი. ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს არ ამერიკა რომელიც უჯილავ არის იქ. არ ვაგიდებ რომელსაც არ აქვს ჩვენი გაგებას და რა არის ჩვენი ხალხი იგიც არ ეცია. რომელიც სათხოვოდა ჩვენ ერთად საუკუნეების გამზირს. ჩვენ ეს გვესმის, ჩვენ ვიცით რომ რუსეთში კიდეც გარდა კიდევ არის ჩვენი ბაზარი, აი რაც ითქვა ახლა. რუსეთში არის ჩვენი სამუშაო ადგილებიც. და სხვაგან ჩვენ ტურისტებად ვერდებართ ვარნა. თქვენ დაგემარჯვეთ, თქვენ საქმიანობას გაუმარჯვოთ და მე შემიძლია და რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ რომ რუსეთი და საქართველო იყოს მეგობრები. ხომერიკის გორში ჩამოსვლა და მის მიერ გაკეთებული განცხადებები დარბაზში სტუდენტებმა გააპროტესტეს. თუმცა ეს ყოველივე არ აღინიშნებს ჩემს სიყვარულს სამშობლოს მიმართ. მართლა გულიტკივა, სწორედ გორში რომ ხდება ეს ყველაფერი, რომ ამდენი წლის შემდგომ 200 წელია ვერ გავიაზრეთ ვინ არის ჩვენი მტერი. 11 წლის წინ 2008 წლის დროს, როდესაც გორი შიდა ქართული ომის ეპიცენტრი და ყოველივე ეს რუსეთისგან მოხდა 200 წლის მანძილზე მოწმეებით რომ ერმა, რომელსაც ეკლესიები დაუნებდა, ეს არის მოწმეობა. აი გულიტკივა, თუმცა მიყავდა საქართველოს არა შენ არის რო გაიზდები როცა გაიზდები მე მიხვდები ეს რა პატარა ნუ აგო ვენ ხასი რო პროვოკატორი თქვენ პროვოკატორები და ჟურნალისტები და ყველა ჩვენ არ პროვოკატორი და ეს არის კარგი ყველა გიხდიან პროვოკაციებს შენ ხო გადაგიხდი მე მოხრეკია რომ რუსეთს სტუდენტის ხმა ლექტორმა გააძლიერა და არინა თავაქარაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ანტისახელმწიფოებრივად შეაფასა ომგადატანილ ქალაქში ხომერიკის სიტყვით გამოსვლა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივთან ერთად რუსულ პროპაგანდას აღვივებდა.
მე მოვუწოდებ ტელევიზიებს და საქართველოს მთავრობას, როგორც მოგვაქვს ისე ყოფებს. ერთხელ გადიშუქებიათ ხალხო, თურქებს რომ 33% წაუღრადებში მიტაცებულია. საქართველოს რომელიმე ტრიბუნიდან ან საერთაშორისო ტრიბუნებიდან გადიშუქებიათ არასამთავრობო ტელევიზიებს მთავრობას, რომ თურქებს 33%-ში მიტაცებული. ამის უწყლარი მაგალითი დაგისახელოთ, ჩვენი ოში, ჩვენი იხანი. მეათე საუკუნის ძეგლებში საქონელს აბავე, ბუნებრივ მოწყობილობებს იმყოფილებენ ხალხო. ამას აკეთებს რუსი, ამას აკეთებს თურქი. ერმაისი 1927 წელს მეტახისიდან 100,000 ქართველი თავმოდებრივ გადაარჩეს. ვინ იყო? ჯალალედინი თურქი. იყო რუსი. რამდენიმე უბრალოდ სახელმწიფო უთხრა დახმარებაზე უარი ერეკლემეორე. ისევ 1993 წელს. ისევ რუსეთმა შეგვიერთდა. ისევ ერეკლემეორემ, ისევ სტალინმა. და სამსახურის დროს აყავდა და აშენდა. უნდა ნათელი მაგალითი ეს შენობა გამარჯვება. და მთელი საქართველო ვინ დააშენდა? ააშენდა რუსეთმა. და დაგვანგრია მამათმავლების რიტორიკოსებმა ევროპამ და ამერიკამ. ხომერიკი საიდანაც ჩამოვიდა, იქ წავიდა. მისი ვიზიტი და ორგანიზაციის დაარსება კი საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრემლის პროპაგანდის გაძლიერებად შეფასდა. პროპაგანდის, რომელიც ერთმორწმუნე მეზობელს ყოველდღიური სტატუსის ოკუპანტის დავიწყებისკენ არის მიმართული. შნად საქართველოს ერის დიქტატორი პუტინის სურათს წვავთ